დავიწყოთ ასე ვთქვათ ესეთი გავრცელებული ფრაზით, რაც არის ფასი პირადში. მეც მაინტერესებს პირადად, არის თუ არა ეს დარღვევა. მოხმარებელთა უფლებების. ფასი პირადში ეს არღვევს იმ სტანდარტს, რომელიც ჩვენს მიერ არის დადგენილი, რომელიც მომხმარებელს უფლებას აძლევს და საკანონმდებლო გარანტიას, რომ მან პროდუქტის შესყიდვამდე, როდესაც ნახულობს კონკრეტული ამა თუ იმ კომპანიის პროდუქტს, იცოდეს ფასი და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამ პროდუქტს შეეხება. ეს რა თქმა უნდა, ეხლა თუ ვინმე საკუთარ ბინას ყიდის და იქ რაღაცა ფასი პირადში უთითებს, ეს მას არ ეხება, მაგრამ ეხება ყველა იმ კომპანიას თუ სამეწარმეო სუბიექტს, რომლებიც მრავალჯერადად ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და სოციალური ქსელის საშუალებით უკეთებენ რეკლამას საკუთარ პროდუქტს, იქნება ეს სამშენებლო კომპანია თუ ნებისმიერი სხვა ტიპის შეთავაზება. ამიტომ ფასი პირადში, რა თქმა უნდა, ითვლება ჩვენს მიერ დარღვევად, თუ მომხმარებელი მოგმართავს და დააფიქსირებს პრეტენზიას ასეთი შეთავაზების მიმართ. ანუ თქვენ საინტერესო რამ თქვით, თუ მომხმარებელი მოგმართავთ, თუ არ მოგმართავთ, მას აქვს ამის უფლება. ჩვენი კანონმდებლობა მოწყობილია ისე, რომ ჩვენ დამოუკიდებლად მონიტორინგს არ ვახორციელებთ, როგორც ფიზიკურად ამა თუ იმ მაღაზიებში, საოჯრო დაწესებულებებში თუ ესე შემდეგ, ან ონლაინ სივრცეში რეაგირებთ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მოდის და მოაქვს კონკრეტული საკითხი და პრეტენზია. აი ეს შემთხვევაში ვერევით ჩვენ, ამიტომ მომხმარებლის აქტივობაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და პირველ რიგში ჩვენ ასე ვთქვათ, მომხმარებლის განაცხადის მერე ვიწყებთ საქმის წარმოებას და რეაგირებას. ამ კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით, ანუ რა შეიძლება, ანუ დაადგინოს კონკურენციის სააგენტომ? გავიგეთ, რომ დარღვევა, მაგრამ მომართვის შემდეგ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია პირველადი იმ ეკონომიკურ აგენტთან თუ მოვაჭრესთან, ვის მიმართაც აღნიშნული პრეტენზია ფიქსირდება, საქმის შესწავლა იწყება, საქმის შესწავლის პროცესშივე შეიძლება მან გამოასწოროს მოვაჭრემ აღნიშნული საკითხი და მიუთითოს ფასი ან ეს შეთავაზება გაასწოროს. თუ ეს არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში საკითხი მიდის დარღვევამდე და დარღვევის შემდეგადაც თუ უნურული ვადის შემდეგ არ ხდება საკითხის გამოსწორება, ბუნებრივია გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები. და საინტერესოა თვითონ მომხმარებელთა ქცევა თუ არის შეცვლილი, იმიტომ რომ ჩვენ ამ თემაზე ამ ეთერში არაერთხელ გვისაუბრია, მაშინ როდესაც პირველად დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა, ძალიან ცოტა განაცხადი შემოდიოდა. ეხლა 2 წლამდე გავიდა თუ არ ვცდები, ხო, რაღაც ეს კანონი რო ამოქმედა. როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, ანუ რამდენად გაიზარდა დაუშვათ სააგენტოში მომართვიანობა? 4 წელი სრულდება ნოემბერში, სრული, რაც უკვე კონკურენცია და მომხმარებლის სტატუსის სააგენტომ დაიწყო აღნიშნული ფუნქციის აღსრულება. ჩვენ არაერთი ანუ მე ვიგულისხმე კანონის გამკაცრებიდან, კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდა ცვლილებები, თუმცა მაინც 2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო აღსრულება. ნუ ამასთან ბუნებრივია ბევრი საინფორმაციო შეხვედრას, გადაწყვეტილებაც ახლავს ამ პროცესს, რომელიც რა თქმა უნდა ზრდის ჩართულობას და ნდობას და ასევე შედეგიანობას, იმიტომ რომ თუ თქვენ ხედავთ, რომ თქვენმა მეგობარმა ნაცნობმა მიიღო შედეგი ჩვენ უწყებასთან ურთიერთობით, ბუნებრივია შემდგომ ხდება ესეთი მომართვიანობის ზრდა. მარტივად გეტყვით, გასულ წელს ჩვენ დაახლოებით 1600-მდე განაცხადი განვიხილეთ, ეს იყო 65%-იანი ზრდა წინა წელთან მიმართებაში. წელს თუ ავიღებთ აპრილის ჩათვლით მონაცემებს, 110%-ით არის გაზრდილი გასული წლის იგივე მონაცემთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ აი თითქმის გასულ წლის იგივე პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტად არის გაზრდილი მომართვიანობა. ერთის მხრივ ეს უკავშირდება იმას, რომ ზოგადად ეკონომიკის სექტორი, ვაჭრობა და ონლაინ ვაჭრობა არის მზარდი, თუმცა უფრო მეტი წილი არის ცნობიერების ამაღლების ნაწილში, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა იცის უკვე საკუთარი უფლებების შესახებ და მომხმარებლის ქცევაც შეცვლილია. და შეცვლილია, რა თქმა უნდა, მოვაჭრეების ქცევაც ძალიან ბევრი მიმართულებით. ამას ჩვენ ყოველდღიურ ურთიერთობაში ვხვდებით. აი ბიზნესის კუთხით რო შევხედოთ ამ გაზრდილ, ასე ვთქვათ, მომართვიანობას, ეს არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში კარგი ამბავი, იმიტომ რომ არის დარღვევები და მაგიტომ მოგმართავს მომხმარებელი. თქვენ თქვით, რომ მომხმარებლის ქცევა შეიცვალა. ბიზნესის პასუხისგებლობა როგორ შეიცვალა? ბიზნესის პასუხისგებლობაც მნიშვნელოვნად შეცვლილია, უბრალოდ ცნობიერების ამაღლებამ და ბევრი ადამიანის გაცნობიერებამ საკუთარ უფლებებში მოიტანა ის, რომ ბევრი ადამიანი აფიქსირებს იმ პრობლემას, რომელსაც შეიძლება ადრე საერთოდ ყურადღებას
არ აქცევდა. ამიტომ ეს ამის შედეგია. მე არ ვიტყვი რომ იმის გამოა ეს გაზრდილი რომელიღაც ბიზნესმა ესე რომ ვთქვათ რაღაცა გააუარესა პირიქით, ჩვენ შევხედავთ ძალიან ბევრ და განსაკუთრებით მსხვილ და ქსელურ და საშუალო კომპანიებს, ისინი ძალიან ესე ვთქვათ ყურადღებით უყურებენ ამ საკითხს, იმიტომ რომ მომხმარებლის კმაყოფილება მარკეტინგულადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მაგრამ არის ძალიან ბევრი ახალი კომპანია, შეიძლება მცირე კომპანია, სოციალურ ქსელებში რეგისტრირებული კომპანია, ან დაუშვათ კომპანიები, რომლებსაც რაღაცა პროცესი აქვთ ხარვეზები და ამის გამო ხდება აღნიშნული განცხადების დაფიქსირება. ანუ საჩივრები გაზრდილია სოციალური ქსელებიდან განხორციელებულ გაყიდვებზე. კი, გაზრდილია, ძირითადი წილი უჭირავს ონლაინ გაყიდვებს. ონლაინ გაყიდვები დაახლოებით არის 70% თუ გასაჩივრების სტრუქტურას განვიხილავთ. ეს ეხება ძირითადად ონლაინ შესყიდულ ტანსაცმელს, ტექნიკას და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, ყველას დიდი წილი ამ ნაწილზე მოდის და ასევე მეორე პოზიციაზეა ტრანსპორტი და ლოჯისტიკა. აი მაგალითად, როდესაც უცხოურ საიტებზე გამოიწერეთ გარკვეული ნივთი და ტრანსპორტირებისას მოხდა გარკვეული ხარვეზე, ან დაგვიანება, ან ნივთის დაზიანება, ან სხვა ნივთის ჩამოტანა, ან რაიმე მსგავსი. დავა კონკრეტულად რომ აუცილებლად ეს კომპანია უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული და საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, ვის მიმართაც შეიძლება ჩვენ ჩართულობა უზრუნველყოთ. ეხლა პირობითად თუ Amazon-დან ან Temu-დან თქვენ ვიცით, ჩვენ Temu-სთან ან Amazon-თან პრეტენზია ვერ გვექნება, იმიტომ რომ თუმცა ტრანსპორტირების კომპანიას, რომელიც უწევს აქ, მასთან შეიძლება კონდეს მომხმარებელს პრეტენზია. ეს ესეა, Amazon-ს არეგულირებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ის არის რეგისტრირებული და სხვას ის კანონმდებლობა, სადაც ის არის რეგისტრირებული, თუმცა ტრანსპორტირების ნაწილში აქ ჩვენი ნაწილია და ბოლო პერიოდში ამ ნაწილში ზრდა არის საკმაოდ, იმიტომ რომ ზარდისფეროა, ძალიან ბევრი შეიძლება თანხობრივ მოცულობაში ერთეული ნივთები მაღალღირებულების არ არის, მაგრამ რაოდენობრივად საკმაოდ ბევრი кейსია, ამიტომ აი ძალიან ხშირია მომართვენობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ანუ ყველაზე ხშირი პრობლემები რო ჩამოვთვალოთ, ნივთის უკან დაბრუნებაზე უარის, შეცდომაში შემყვანი რეკლამა, მაგალითად ფასის არაგამჭვირვალობა, ფასზე ვისაუბროთ, დაგვიანებული ან განსხვავებული პროდუქტის მიწოდება. ანუ ყველაზე მეტად რა პრობლემაზე ჩივის მომხმარებელი? ყველაზე მეტად გითხარით რომ ონლაინ ვაჭრობისას, როდესაც მას არ აკმაყოფილებს ნივთის მდგომარეობა, პირობითად აღწერილობაში, სურათში სხვა ტიპის ნივთზე ან ის არ იყო რაც მის მოლოდინებს მოლოდინებისშია რეალურად აცდენა და ძირითადად მოთხოვნა არის თანხის უკან დაბრუნებაზე. ანუ მას არ სურს უნდა ნივთის უკან დაბრუნება და შესაბამისად მიიღოს თანხა უკან. ნუ მეორე პოზიციაზე ნივთის შეკეთება ან გამოცვლა, ესეც ერთ-ერთი ესეთი ან ტექნიკის შემთხვევაში მსგავსი საკითხებიც დგება აქტუალურად. ანუ თქვენ 90%-ზე მეტი მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ეს რას ნიშნავს, რომ თანხა, მხოლოდ თანხის დაბრუნებაზეა საუბარი თუ უბრალოდ მისი განცხადება დაკმაყოფილდა და ბიზნესმა ქცევა შეცვალა თუ ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლის პრეტენზია იქნა დაკმაყოფილებული, ანუ ჩვენმა მაყურებელმა კიდე ერთხელ ხე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ რომ აუხსნათ, როდესაც იწყება შესწავლა, კომპანიას შეუძლია და მოვაჭრეს, გითხრას რომ, იცით, მე შემიძლია რომ პირობით ვალდებულება ავიღო, რომ მომხმარებელს რა პრეტენზიაც აქვს, ეს პრეტენზია დაუკმაყოფილო და თუ რამე ხარვეზი მქონდა საოჯრო პოლიტიკაში, ეს ხარვეზი გავასწორო. ანუ ძირითადად ესეთი ტიპის შეთანხმებები ხდება შესწავლის პროცესში, ფორმდება პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება, სადაც მომხმარებელს უბრუნდება ან თანხა ან საკუთარი უფლების აღდგენა ხდება და ასევე კომპანია აასწორებს საკუთარ საოჯრო პოლიტიკას, ან მეორე შემთხვევაში თუ დარღვევა დასტურდება, დარღვევიდან გონივრული ვადაში კომპანიების ძირითადი ნაწილი ასწორებს იმ პრობლემას და ხარვას, რომელიც მას მოქალაქესთან მიმართებაში დაუდგა, აი ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც საჯარიმო სანქციებამდე მივდივართ და ნუ ესეთ შემთხვევებიც გაზრდილია, მინდა გითხრათ. ანუ ყოფილა თუ ესეთ შემთხვევა, თაღლითობის შემთხვევა ყოფილა, ანუ მიმართავთ თუ არა, აქ გაქვთ თუ არა თქვენ ამის კომპეტენცია, რომ სამართალდამცავ ორგანოები ჩააყენოთ საქმის კურსში. აი ესეთ შემთხვევები ყოფილა, ვერ ვთქვი რომ ხარ რაღაცა ძალიან ბევრი, მაგრამ არის რამდენიმე ისეთი, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს მიერ მონიშნული ესეთი კომპანიები, რომლებიც ყველაზე ხშირად არღვევენ მომხმარებლის უფლებებს და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს უფლება თუ ის შეიცავს თაღლითობის ან მოტყუების ან იმ ნიშნებს, რომელიც ცდება ჩვენი მოქმედების მანდატს, რა თქმა უნდა ვაგზავნით შესაბამის უწყებებში და არაერთ შემთხვევა ყოფილა ესეთი, როდესაც მაგალითად
ონლაინ ვაჭრობისას კონკრეტული კომპანია თანხას არ იცხინებს მოქალაქეს, მერე ნივთს არ აწვდის, ან საერთოდ ისეთ უხარისხო ყველაზე გახმაურებული გაიხსენოთ. იყო ეგეთი, ეხა ბოლო პერიოდში არ შევხვედრია, მაგრამ დილსი იყო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კომპანია, რომელიც აი შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ თაღლითობდა მომხმარებლის ხარჯზე. და მიუხედავად ამისა გამოწერები მაინც ბევრი ყავდა. ბევრი ყავდა, მუდმივად ახალი კომპანიის რეგისტრირებას ახდენდა, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ საჯარო განცხადება დამტვერს საუბრობ, ეხა საჯარო. ამოიღეს ეს თანხები მომხმარებლებმა? ნუ აი ძალიან გაჭირდა ბევრ შემთხვევაში. ჩვენ სხვა უცხოებს მივმართეთ შემდგომი რეაგირებისთვის, რადგანაც უკვე პრევენცია იყო უბრალოდ გაგვეფრთხილებინა მომხმარებელი, რომ არ ენდონ იმ კომპანიას, რომლის მიკვლევადობა შემდეგ საკმაოდ რთული. კარგით, ეს თემა რომ დავასრულოთ, მე კიდევ ბევრი კითხვები მაქვს თქვენთან. კიდევ ერთხელ რომ გავმარტოთ პროცედურა, ვინც გვისმენს და გვიყურებს ახლა, რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა თუ ის მიხვდება, რომ მისი უფლებები ირღვევა? კანონმდებლობა საკმაოდ ფართოა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში რამდენიმე უწყება ახორციელებს, მათ შორის საფინანსო სექტორში, ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის, წყლის, გაზის სექტორში, ზემეკი დაზღვევის სფეროში, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, კომუნიკაციების სფეროში, კომუნიკაციების კომისია და ყველა დანარჩენში ვართ ჩვენ. მოქალაქე თუ ონლაინ ვაჭრობისას, ფიზიკური ვაჭრობისას აწყდება გარკვეულ პრობლემას. ფიზიკური ვაჭრობაც შედის? რა თქმა უნდა, ფიზიკური ვაჭრობაც შედის. მაგალითად, ვიყიდეთ ტექნიკა მაღაზიაში, მიიტანეთ სახში და რაღაც ხარვეზები აქვს მუშაობაში. ან რაღაცა დეფექტი აღმოაჩნდა ქარხნული თუ ესე შემდეგ. და კომპანია არ იბრუნებს. ხო, და შემდგომ პირველი რაც ხდება, არის კომუნიკაცია მოვაჭრესთან, რომ თუ ვალდებულია ნებისმიერი მოვაჭრო დეტალურად აგიხსნათ იმ შემთხვევაში თუ მაგალითად რა ხდება. ზოგს აქვს რომ ნივთის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ეს თავისი ფიზიკური ვაჭრობის დროს თუ თქვენ წინასწარ ხართ ინფორმირებული, მაგალითად აქციის დროს იყიდეთ ან ასე შემდეგ და იქ პირდაპირ გითხრეს რომ იცით რა არის, ახლა მოდი აქვე ნახეთ ყველაფერი, აქვე გავტესტოთ ყველაფერი, იმიტომ რომ სააქციო ნივთის უკან დაბრუნება არ ხდება, მთავარია თქვენ იყოთ წინასწარ ინფორმირებული. ან მაღაზიის პოლიტიკა ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში არის მაღაზიის პოლიტიკაზე თავი და ბოლომდე დამოკიდებული, მაგრამ ეს პოლიტიკა უნდა იყოს ცხადი, ძალიან ისეთი თვალსაჩინო და ღია მომხმარებლისთვის, ან თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რაც შეიძლება ამას შემდგომ მოყვეს. ონლაინ ვაჭრობის დროს ცოტა განსხვავებული ვითარებაა, აქ თქვენ გაქვთ 14 დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა. ანუ პირობითად ნივთის გამოწერის შემდეგ 14 დღეში შეგიძლიათ ნივთი უკან დააბრუნოთ, ოღონდ ის არ უნდა იყოს ესეთ მოხმარებული და ესეთი ისე გამოყენებული, რომ პირველადი სახე კონდეს ამ ყველაფერს დაკარგული. ასეთ შემთხვევაში ეს ონლაინ ვაჭრობის დროს ეს ვადა მოქმედებს. თუ თქვენ მოვაჭრესთან ვერ თანხმდებით თქვენს პრეტენზიაზე და მოვაჭრე უარს გეუბნებათ თქვენ პრეტენზიის განხილვაზე ან დაკმაყოფილებაზე, ორი გზა არის, ერთი შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, უბრალოდ სასამართლოს გზა არის გარკვეულწილად ხარჯიან და დროსთან დაკავშირებული. ჩვენი უწყება ონლაინაც და ფიზიკურად შეუძლია მიიღოს თქვენი განაცხადი, ერთი თვის ვადა გვაქვს საშუალოდ და ყველგვარ დანახარჯის გარეშე თუ მომხმარებლის პრეტენზია აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიწყებთ განხილვას და დაახლოებით ერთთვიან ვადაში ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ვავალდებულებთ კომპანიას თუ დარღვევა ფიქსირდება, ან დარღვევის რისკია, რომ მან დააკმაყოფილოს მომხმარებლის პრეტენზია, ეს ერთი და მეორე, რამაც შექმნა პრობლემა, გაასწოროს ის საოჯრო პოლიტიკა. თუ არ აკმაყოფილებს ბიზნესი, სანქცია რა არის ამ შემთხვევაში? სანქცია, ანუ ძალიან უნდა მოინდომოს ბიზნესმა, რომ სანქცია მივიდეს, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯი არის პირობითი შეთანხმება, მეორე ნაბიჯი არის დარღვევის დადასტურება და შემდგომ კიდე გონივრული ვადა აქვს. და დარღვევის დადასტურების შემდგომ თუ არ სრულდება ეს პირობა, ამ შემთხვევაში არის საჯარიმო სანქცია, რომელიც არის წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2%-მდე, რა დიდი კომპანიების შემთხვევაში საკმაოდ მაღალი ფინანსური ჯარიმა, რომელიც და მინიმალური არის 600 ლარი თუ რაღაც ბიუჯეტში მიდის ამ შემთხვევაში და ნუ მომხმარებელი არ კმაყოფილდება. ხო, ეს მინუსი აქვს ამ ნაწილს, თუ კომპანია პირობითად საქმის წარმოების პროცესში იღებს ვალდებულებას და თანხას აბრუნებს ან ნივთსulis ან ნებისმიერ სხვა ქმედებას ახორციელებს, პირდაპირ სარგებელს იღებს მომხმარებელი, მაგრამ თუ ჯარიმაზე გადის კომპანია, რა თქმა უნდა, ეს კომპანია ჯარიმდება და დამღები კომპანია ისჯება, მაგრამ ესე ვთქვათ, პირდაპირ სარგებელი აქ მომხმარებელს არ აქვს. თუმცა ვთქვათ, რომ მინდა შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ სტატისტიკაში მინიმალური პროცენტია აი ეს სანქცირებული კომპანიების შემთხვევაში შარშანი იყო დაახლოებით ჯარიმების მოცულობა, ჯარიმა ჯამურად 100,000 ლარის
მთლიანობაში, სადღაც ალბათ ეს 8% მთლიანი განაცხადების შემთხვევაში, ნუ უხეშად რო ვთქვათ, დაახლოებით ესეთი სტატისტიკა გვაქვს ამ ნაწილში და ჩვენი ინფორმაციით, რასაც ჩვენ ვითვლით, წელიწადში დაახლოებით $1 მილიონი ის თანხა, რასაც მომხმარებელი ჩვენი ჩართულობის შედეგად უკან იბრუნებს. ეხლა ეს ზოგ შემთხვევაში შეიძლება 50 და 150 ლარიც იყოს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ მოცულობითი თანხა იყოს და მომხმარებლის ძალიან დიდ ჯგუფს შეეხებოდეს ესეთი შემთხვევებიც ჩვენ მქონია, როდესაც მოხდა, ასე ვთქვათ, მომხმარებელთა დიდ ჯგუფზე ზედმეტად ადახდილი თანხების ანაზღაურება. გასაგებია, მაგრამ კონკურენციის სააგენტოს, ასე ვთქვათ, მთავარი მანდატი ერთ-ერთი არის, არ არის მხოლოდ მომხმარებელთა უფლებების დაცვა. თქვენ საკმაოდ ესეთი ბევრი ამბავი გაქვთ მოსაგვარებელი. დავიწყოთ ფასებით და რატო გეკითხებით? სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა ფასების კომისიამ პარლამენტში მუშაობა, დაიდო გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ასე ვთქვათ, განსაზღვრულია, ეგ ჩამონათვალია, ვინ რა უნდა გააკეთოს. თქვენ ნაწილში რა არის ამ შემთხვევაში? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ფორმატი, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, როგორც სამთავრობო კომისიაში ჩართული. სამთავრობო კომისიაში ვიყავით და ყველა შეხვედრას ვესწრებოდით, რომელიც ბიზნეს სექტორთან გაიმართა და ასევე შიდა განხილვები მოხდა და მეორე საპარლამენტო კომისია, იმიტომ რომ ერთი უწყების მანდატი და კონკურენციის კანონმდებლობა დღეს იმ პრობლემატიკას, რომელსაც სხვადასხვა დროს მწოდებლები, იმპორტიორები, მწარმოებლები თუ დისტრიბუტორები აყენებდნენ, ჩვენი სააგენტოს მანდატი ბოლომდე ვერ ფარავდა და ვერც კონკურენციის კანონმდებლობა და ყველა ქვეყანაში ეგრეა, იმიტომ რომ იმისთვის რომ კონკურენციის უწყება მიმოქმედოს, ასე დროს ბაზარზე უნდა არსებობდეს დომინანტი ეკონომიკური სუბიექტი, რომელიც, ასე ვთქვათ, გადაჭარბებულად იყენებს თავის ძალაუფლებას. ასეთ შემთხვევაში ვერთვებით ჩვენ და ჩვენი მონიტორინგი გვაქვს, კარგად იცით ამ სექტორით. და ჩვენი ბოლო მონაცემებით, ეხლა რა ჩვენ გვაქვს აქ დომინანტური მდგომარეობის როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, ეს დაკმაყოფილება არ ხდება. ამიტომ ბუნებრივია აქ ჩვენ ვერავის ვერ მოვთხოვთ, რომ მაგალითად აი ვიღაცას ჭარბი ფასი აქვს, ან ჭარბი ფასნამადი აქვს, რაც სხვა შემთხვევაში, მაგალითად აი ფარმაციის შემთხვევაში ეგ მექანიზმი გამოგვიყენებია და დაგვიჯარიმებია კიდევაც ჭარბი ფასის გამოყენების შემთხვევისას აი ესა თუ ის კომპანიები. ანუ მარტივ ჩვენ მაგრამ აი ჯარიმის ეფექტი რა არის ამ შემთხვევაში? ეს მოსახლეობაზე როგორ უნდა აისახოს? მე მახსოვს თქვენი არაერთი რეკომენდაცია თორსები ეს რეფერენტული ფასებით კონკურენციის სააგენტოდან. ჩვენ რეფერენტული ფასების კონტექსტში, როდესაც 13 რეკომენდაცია გავაკეთეთ ფარმაცევტულ ბაზარზე, იქ იყო ესეთ ჩანაწერი ჩვენს რეკომენდაციაში, რომ თავისუფალი ფასწარმოქმნის გადახედვა და ანუ ამ ხუთის ქვეშ შეიძლება განვიხილოთ ეს რეფერენტული ფასების კონტექსტი. აქ ესეთ შემთხვევა ჩვენ არაერთად რეკომენდაცია, რაც FMCG-ის მიმართულებით გვაქვს გაცემული, ეს არის ურთიერთობების დამბალანსებელი კანონმდებლობის მიღება, რადგანაც აი კომისიამაც თქვა საპარლამენტომ და ეს მართლაც ძალიან კომპლექსური დასკვნაა და ძალიან კარგია, რომ ამ მასშტაბის შეფასება მოხდა, იმიტომ რომ ძალიან ესეთი რეკომენდაციებია მასში, რომელმაც შეიძლება ესე ვთქვათ ამ ბაზრის კიდევ უფრო მეტი გაჯანსაღება და უფრო მეტი კონკურენცია უზრუნველყოს და რომელიც შეავსებს იმ ნაწილს, რასაც მაგალითად კონკურენციის უწყებები ვერ წვევიან და მთელი ევროპული ასე ვთქვათ მოწყობა ამ სექტორის ეგრე მუშაობს საბოლოო ჯამში. ამიტომ იქ ითქვა, რომ გარკვეული ასიმეტრია, რაც ჩვენ კონტექსტს ეხება ქსელებსა და მიმწოდებლებს შორის შეინიშნება კონკურენცია არსებობს, ამას ჩვენც ვადასტურებთ ჩვენს დასკვნებში, მათ შორის კონკურენცია არსებობს მიმწოდებლებს შორის და მსხვილი კომპანიები საკმაოდ აქტიურად კონკურირებენ იმისთვის, რომ საუკეთესო ადგილი მოიპოვონ ქსელებში და ამის შედეგია ის, რომ ეგრეთ წოდებული კეშბექები მაღალია, იმიტომ რომ ყოველწლიურად ეს მზარდია და სწორედ ამ კონკურენციის შედეგია, ვინ უფრო მეც გადაიხდის, რომ ქსელში შევიდეს, ქსელები იზრდებიან და ბოლო წლების დინამიკას თუ უნახავთ, როგორც ორგანიზებული ბაზრის წილია გაზრდილი მთლიან ბაზარზე ჩვენი მონაცემებით, ასევე გაზრდილია თვითონ ცალკეული კომპანიების წილები, როგორც მაგალითად 1-ის, ასევე 3-ის, 5-ის ჯამურად, რასაც ჩვენ ვუყურებთ იმისთვის, რომ დომინანტური მდგომარეობა შევაფასოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ რამე დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების რაიმე შემთხვევა არ არის. შეთანხმებული ფასები, რასაც თქვენი მანდატი მოიცავს, აი შეთანხმებული ფასები, კარტერული გარიგებები, IMCG-ის სექტორში, როცა თქვენ შეისწავლეთ მსგავსი რამ არ ხო? მონიტორინგს მსგავსი შემთხვევა როდის თარიღდება რა რიცხვით, როდის ჩაატარეთ ეს ჩვენ ბოლო 2025 წლის მთლიან ანგარიშს მოიცავთ, შეგიძლიათ ჩვენ მაშინ ნახოთ
წლიურ ანგარიშში და ნუ ეს პერიოდულად დაახლოებით ზოგჯერ 6 თვის სიტუაციიდან გამომდინარე ზოგჯერ წლის სურათში ხდება მისი განახლება, რომ დავინახოთ ბაზარზე არსებული სურათი საბოლოო ჯამში. ამიტომ მე ვფიქრობ, თუ იქნება რაიმე დამატებითი ინსტრუმენტები, რომელიც ამ ბაზრის გაჯანსაღებას, კონკურენციის გაზრდას ხელს შეუწყობს და რაიმე ფუნქცია ან რაიმე კომპეტენცია დამატებით დაევალება კონკურენციის სააგენტოს, მათ შორის აღსრულება იმ პირობითად სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონმდებლობის, რომელიც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და აბალანსებს ამ ურთიერთობებს. ჩვენ ამ სადავართ და რა თქმა უნდა ეს იქნება კარგი შემავსებელი. მივდივართ, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელიც შეიძლება იყოს ამ კუთხით. მე არ ვიტყვი ეს ხარვეზია. შემავსებელი ეს არ არის ვერ ვიტყვი ხარვეზე, უბრალოდ ბაზრის განვითარებამ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოითხოვა მსგავსი ტიპის რეგულირების ჩარჩოს არსებობა და ჩვენთან ახლა მიმდინარეობს ძალიან აქტიური სფეროს განვითარება, ეს არის ინვესტიციების საკმაოდ მიმზიდველი სფერო, ძალიან ესეთი აქტიურად განვითარებადი და დინამიური სექტორი, ამიტომ კონკურენცია აქ არის, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ თუ რაიმე დისპროპორციები, რაიმე მიმართულებით, ეს მექანიზმები იყოს უზრუნველყოფილი ბაზრის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის. აი ეს არის თემა და თუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა იქნება რაიმე გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის მხრიდან და აქ მოაზრებული იქნება კონკურენციის სააგენტო, რა თქმა უნდა, მზაობა არის, რომ ანუ სამთავრობო კომისია შემდეგ შეიკრიბა, რაც საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა. ეს დოკუმენტი უკვე გადმოცემულია უკვე მთავრობასთან და მიდის ამ საკითხთან დაკავშირებით. ცნობილია და ბუნებრივია მისი. აი ეს ფასები ახლა რაც დავუშვათ ხდება ორი დღე სუპერმარკეტებში, როდესაც კალათა სოციალური კალათა რაც არის და სხვადასხვა ოპოზიციის მხრიდან ძალიან მწვავე რეაქცია მოყვა ამას, რომ თქვეს, რომ ეს ადრეც იყო და ახლა უბრალოდო საჩვენებლად აკეთებენო. არა, იქ ნათლად არის ნათქვამი დასკვნაშიც მათ შორის, რომ ეს არის კონკრეტული მოდელი, ასე ვთქვათ, რბილი ინტერვენციის, როდესაც ორგანიზებულად ხდება სხვადასხვა თაროებზე გაბნეული არა, ნუ რატო შეიძლება ფასტაკლების პროცენტი შეიძლება შეთავაზების სიღრმეც და ფასტაკლების სიღრმეც აბსოლუტურად განსხვავებულია ვიდრე იყო მანამდე და შეიძლება სისტემურობა ან რაიმე ესეთი ორგანიზებულობა ამ პროცესის და ხედავთ ჩვენ ახლა ამ მასშტაბის შეიძლება მანამდე იყო და სულ იყო, მაგრამ მასშტაბურობის თვალსაზრისით ანუ ერთ დაღლზე თავმოყრა არ არის მხოლოდ აქ ფასტაკლების არ დავარქმევდი მე ამას, აქ არის რაღაცა კალათის ფორმირება, აქ არის პროცესი ფასტაკლებების, უფრო ღრმა ფასტაკლებების და რაღაცა ორგანიზებულობის ელემენტი ამას აქვს, იმიტომ ქვია ამას ბერძნული, ფრანგული და სხვადასხვა ტიპის მოდელები, რომ ეს ესეთი ტიპის სოციალური პასუხისმგებლობით იმ ქვეყნებში განხორციელდება. ანუ ევროპულ სუპერმარკეტებში რაც ხდება, ის გადმოიტანეს ახლა. ის რა არის, ყველგან ვერ ვიტყვით რომ ხდება, თუმცა იმისთვის რომ მსგავსი ტიპის პრობლემის გადაჭრა ან პრევენცია მომხდარიყო მოკლე პერიოდში, რამდენიმე ქვეყანა მსგავსი ტიპის ქმედებას მიმართა და ნუ მომხმარებლის ინფორმირების კონტექსტიც არის, ბევრ ქვეყანაში და ალბათ ამას არ გვეუწევთ ეს გაგრძელებაც მოყვება, როდესაც მომხმარებელს აქვს გარკვეული ციფრული პლატფორმები და წვდომა სხვადასხვა ქსელებში არსებული ფასტაკლებების შესახებ შედარების საშუალება აქვს და ესეც კონკურენტულ პრესს ზრდის ამ ქსელებს შორის იყო სხვათა შორის ერთგვარი სპეკულაციებიც, რომ აი ხა იქნება ყველგან ერთი და იგივე პროდუქტი, ყველგან ერთი და იგივე ფასად, მაგრამ ამაზეც ჩვენ გავაკეთეთ კომენტარი, რომ რა თქმა უნდა ეს არ არის და არც იკითხებოდა ამ რიტეილის ასოციაციის განცხადებაში, რომ რამე მსგავსი იგეგმებოდა და ხედავთ ახლა, რომ პირიქით ფასები განსხვავებულია, კონკურენტულია, ახლა ყველა ცდილობს, რომ უკეთეს შეთავაზება გააკეთოს მომხმარებლისთვის და ნუ ნახოთ ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რომ ამ ქსელებს შორის რაიმე ტიპის გარიგება არსებობს, ჩვენ მზადა ვართ იგივე მიმწოდებლებს, იმპორტიორებს, ყველას მივმართავთ, რომ თუ მსგავს ტიპის ინფორმაცია და საკმარის მტკიცებულებები აქვს, დიდ სიამოვნებით მივიღებთ ამ საკითხს და რა თქმა უნდა განვიხილავთ, ხო, თუ ვინმეს აქვს კიდე რაიმე ეჭვი, რომ გავუშვათ აქ რაიმე შეიძლება გარიგებებს კონდეს ადგილი, დიდ სიამოვნებით განვიხილავთ ამ საკითხს, ყოველთვის ღია ვიყავით ამ განხილვებისთვის მანამდეც. საწვავზე უნდა გითხოთ, გასაგებია რომ საწვავის ფასების ზრდას იწვევს ხამსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მაგრამ მაინც ყოველთვის რატომ არის საწვავის ფასები ხშირად ერთნაირი სხვადასხვა ქსელში და იკვეთება თუ არა შეთანხმებული ფასების ნიშნები. აი ეს კითხვები ისმის მუდმივად საწვავთან დაკავშირებით. როცა ჩვენ ეს პრობლემა დავინახეთ, ეს იყო 2022 წლის პერიოდზე, შესაბამისი
გაწყვეტილებაც იქნა მიღებული და შესაბამის სანქციებაც მოხდა 5 მსხვილი კომპანიის. ამ ეტაპზე ჩვენ ხედავთ ჯერ კიდევ სასამართლოშია. კი, რა თქმა უნდა და ბუნებრივია ჩვენ მზადავართ რომ ჩვენი გაწყვეტილების დასაბუთება მაქსიმალურად მოვახდინოთ. რაც შეეხება ხა ფასებს ვერ ვთქვი რომ ერთნაირია ყველგან, უბრალოდ ხა კონკურენტები ერთმანეთის ფასებს უყურებენ და ცდილობენ რომ თავის რესურსის პარკლებში მაქსიმალურად ასე ვთქვათ კონკურენტული ფასი შესთავაზონ მომხმარებელს. ფასები მათ შორის განსხვავებულია მცირე ქსელებში, ფასები მათ შორის განსხვავებულია თვითმომსახურების სადგურებში, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა და რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ესეც მომხმარებლის არჩევანს ზრდის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ეს ლოიალური მარკეტინგული საბარათე სისტემები, რაც იძლევა გარკვეული ფასდაკლებების არსებობის შესაძლებლად. ანუ დღეს ბაზარზე მრავალფეროვანი შეთავაზებები არსებობს. რაც შეეხება ხა თვითონ ფასები გაიზარდა, ბუნებრივია ეს პირდაპირ არის კავშირში მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან და ჩვენ ხედავთ როგორ დრამატული ზრდა არის, თითქმის გაორმაგებაა, მაგალითად, აი თუ შევხედავთ ბრენდის ტიპის ნავთობზე, ომის დაწყებამდე არსებულ ფასებს და დღევანდელ ფასებს და თუ შევხედავთ ასევე და შევადარებთ ჩვენაირი ტიპის ქვეყნებში, რომლებიც ნავთობ იმპორტიორები არიან, იქ არსებულ საწვევ ფასებს, ერთი და იგივე ტიპის საწვევზე, მაგალითად რეგულარზე, პრემიუმზე თუ ესე შემდეგ და ჩვენთან არსებულ ფასებს ჩვენთან ბევრად უფრო მართლაც შეგვიძლია ყო ნებისმიერ მომხმარებელმა გადაამოწმოს, რომ ბევრად უფრო მომხმარებელთვის მისაღები ფასია, ვიდრე მაგალითად ავიღოთ ბულგარეთი თუნდაც, ან თუნდაც ავიღოთ სომხეთი, ან თუნდაც ავიღოთ ნებისმიერ ისეთ ქვეყანა, რომელიც თურქეთი მაგალითად, რომელიც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყანა არ არის. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ აგ რაიმე ტიპის პრობლემას ვერ ხედავთ, ყოველკვარტალურად ვაახლებთ ჩვენს მონიტორინგს და უყურებთ სურათს. თუ როგორია კონკურენციის ხარისხი და როგორც იმპორტის დონეზე, ასევე საცალო ვაჭრობის დონეზე. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ აქ ვერ ხედავთ რაიმე ტიპის შეუსაბამობას კონკურენციის კანონმდებლობასთან მიმართებით. ცოტა დრო გრჩება და მინდა კითხოთ, ახლა რაზე მუშაობს კონკურენციის სააგენტო, რა кейსი გაქვთ, ანუ ბაზრის შესწავლის კუთხით, რომელიც როგორც მოკვლევების კუთხით, მათ შორის ზოგჯერ არ დაწყებულა, მაგრამ წინასწარ მიდის განხილვა და დაზუსტება რიგი საკითხების. დაახლოებით 7 ბაზარი გვაქვს მონიტორინგის კუთხით. მათ შორის არის რა თქმა უნდა საწვავი, რიტეილის ბაზარი, არის სამედიცინო სერვისების ბაზარი, არის აგროპესტიციდები, აგროსასუქების ბაზარი. ამ რიტეილის ბაზარს სწავლობთ ახლა? არა, რიტეილის როგორ FMCG-ის ბაზარი უკვე მე რამდენი წელია უკვე ჩვენი ყურადღების ქვეშ არის და არა გეგმიურად? არა, ეს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის, რადგანაც საკითხი აქტუალურია. ანუ ამას მიმართვა არ ჭირდება. ეს დავუწყეთ ჩვენ 2023 წელს და ყოველწლიურად ანგარიშები ქვეყნდება ჩვენს 2023-ში თუ 24-ში და ყოველწლიურად ჩვენ ანგარიშები შეგიძლიათ ნახოთ ყოველწლიურ დინამიკა. არის თამბაქოს ბაზარი, არის მოცვის და თხილის ექსპორტის ბაზრები, იმიტომ რომ ეს პერიოდი ძალიან დინამიურია და ამ ბაზრებს უყურებთ. ეს მიმართულებებია. თამბაქოს ბაზარს რატომ სწავლობთ? აქაც გქონდა გარკვეული მომართვა კონკრეტული კომპანიის მხრიდან, სადაც ჩვენ დავიწყეთ ამ იმიტომ რომ რამდენიმე მსხვილი კომპანიაა ბაზარზე და მუდმივად გვინდა რომ გქონდეს ინფორმაცია ბაზარზე არსებული ვითარებების შესახებ, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ამ ბაზარზე კონცენტრაცია მაღალია, აი მუდმივად იცვლება ლიდერი კომპანიები, მუდმივად იცვლება კომპანიის წილები, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს რომ ამ კომპანიებს შორის მნიშვნელოვანი კონკურენციაა, თუმცა მაინც ხედავთ რომ ამ ბაზარზე შეიძლება ჩვენი მონიტორინგის საჭიროება არსებობდეს. განვიხილავთ რამდენიმე ბაზარს, რომელიც შეიძლება მიმდინარე წელს დავიწყოთ, მათ შორის რამდენიმეს დასრულება განიხილება და ძალიან აქტიურად ვამონიტორინგებთ ბიზნეს გაერთიანებებს, ანუ ეგრეთ წოდებულ კონცენტრაციებს და ბიზნესის მხრიდან მსხვილ შესყიდვებს. გასულ წელს 18 ესეთი მსხვილი გაერთიანებაზე გავეცით ნახულობა, მათ შორის ყველაზე მეტი სამშენებლო და სამშენებლო მასალების წარმოების მიმართულება იყო. და წელსაც ეს საკითხი ძალიან ისეთი აქტუალურია, დაახლოებით 10-მდე საკითხია უკვე განხილული. და ის მომხმარებელთა უფლებებს დაუბრუნდებით, ამ დავასრულოთ სტანდარტები, რომელიც თქვენს გვერდზე გამოქვეყნდა, რამდენიმე მათგანი რა თქვა, რაც შეიმუშავა კონკურენციის სააგენტო რას მოიცავს? მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ბევრი მომხმარებელი გაეცნობა ამ სტანდარტებს, მიზანიც ეს არის, რომ იცოდნენ რა ქმედება შეიძლება განიხილებოდეს ჩვენი მხრიდან, დარღვევად, რომელიც უკვე განვიხილეთ და რომელიც უკვე სტანდარტად იქცა. მათ შორის არის ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების სტანდარტი, მათ შორის არის ფასის მითითების სტანდარტი, ფასდაკლებების მითითების სტანდარტი, მარაგების მართვის სტანდარტი, მათ შორის არის ონლაინ პლატფორმებზე სხვადასხვა ღონისძიებების ბილეთის შეძენისას უკან დაბრუნების
სტანდარტი, როდესაც ის უნდა მოხდეს თანხის სრულად დაბრუნება და არა თანხის დაბრუნება საკომისიოს გარეშე და ეს ძალიან ბევრი საინტერესო გადაწყვეტილებაა, რომელიც მოვაქციეთ ამ რამდენიმე, ასე ვთქვათ, ახლო 14 სტანდარტია, რომელიც ჩვენ Facebook გვერდზეა და ასე ვებ გვერდზეც არის გამოქვეყნებული და ყველა მოქალაქე შეუძლიათ ნახოს და შემდგომ შეადაროს. აი ეს სტანდარტები თუ დარღვეული იქნება, შეუძლია უკვე კონკურენციის სააგენტოს მიმართოს. ეს მოქმედება არ იქნება დაცული ნებისმიერ მოქალაქეს, მის მიმართაც შეიძლება ესეთ ქმედება განხორციელდეს და შეუძლია მოგმართოს და ბუნებრივია ჩვენ ვიმოქმედებთ ამ ტიპის გადაწყვეტილებას. ანუ თავარი პრინციპი აქ არის მომხმარებელმა უნდა მოგმართოს. ეხლა ჩვენ ხო, მან უნდა იცოდეს რა არის მისი უფლება და შესაბამისად მან უნდა იცოდეს რომ აი ესეთ ტიპის ქმედება არის განხილული როგორც დარღვევა და იმისთვის რომ საკითხი გამოსწორდეს მნიშვნელოვანია რომ მოგმართოს კონკურენციის სააგენტოს. დიდი მადლობა. მათ შორის აი ვისარგებლებ 15-20 არის ხელი ხაზი სადაც მარტივია ძალიან. აი ეს მიმართვა შესაძლებელია ონლაინ და ასევე სატელეფონო განაცხადით. შესაძლებელია ონლაინ, ან პირველად პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ხელი ხაზი 15-20. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გვეშდოვებით. მადლობა.